გერმანიის მიერ საქართველოსთან სახელმწიფო პროექტების შეჩერების გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდისთვის გაუგებარია. 227 მილიონიანი ევროს ღირებულების პროექტების შეწყვეტასთან დაკავშირებით პიტერ ფიშერმა X-ზე დაწერა. მართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უცხოელი დიპლომატები საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის მიზნით კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ. გერმანიამ სამწუხაროდ შეწყვიტა საქართველოსთან 227 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები. სვენია შულცე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო რეაგირებენ საქართველოს მიერ ევროკავშირის გზის მიტოვებასა და დემონსტრანტების დარბევაზე. ჩვენ შევწყვიტეთ მწვანე წყალბადის ენერგოქსელის ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება. ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას. არჩევნები გაყავდა, რა თქმა უნდა, ამ ინსტიტუციების დაფინანსებას აზრი არ აქვს. რაც შეეხება ხალხს და სამოქალაქო საზოგადოებას თუნდაც და სხვა აქტორებს, მათი დაფინანსება სრულიად ლეგიტიმური. რაც უფრო მეტ მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, გერმანიის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი ქვეყნის ელჩი, მით უფრო ბევრი მტკიცებულება იქნება იმასთან დაკავშირებით, ასეთ ჩვენ ვამბობთ, რომ სამწუხაროდ ბევრი საელჩო გადაიქცა უცხოური ძალის აგენტურად საქართველოში. ეხლა რა გონია გერმანიის ელჩს, რომ ქართულ ხალხს რომ ეტყვის, რომ ფულს აღარ მოგცემ წყლის გაყვანილობისთვის და ამ ფულს მივცემ ჩემ აგენტურას მოლოტოვის კოქტეილის შესაძენად, რომ ჩამოაგდოს ხელისუფლებაო, ამას რატომ მიიღებს ქართველი ხალხი ეხლა პოზიტივად? თუ კი რაიმე აუცილებლობა არსებობს, რაიმე სფეროს დაფინანსება იქნება, ხელშეწყობა, დღეს საქართველოს ბიუჯეტი არის მზად იმისთვის, ყველანაირი თვალსაზრისით ეკონომიკურად, ყველანაირად გვერდში დაუდგებით ყველას და დავეხმარებით. ხან შანტაჟი, ხან კანდიდატის სტატუსის შანტაჟი, ხან მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის შანტაჟი, ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ გვინდა მეგობრობა, გვინდა ურთიერთობა და გვინდა რომ ეს ყველაფერი იყოს ორმხრივი და არ ვიყოთ თუნდაც დაფინანსებით, თუნდაც სესხის მოცემა არ მოცემის საკითხით ყოველთვის შანტაჟის გვერდს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი განცხადებები ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ სხვადასხვა ელჩისგანაც, თუნდაც ამავე ელჩისგან, რა თქმა უნდა, ეს არ არის არც მეგობრული და არც მთლად საფუძვლიანი გადაწყვეტილებების სიმართლე რო გითხრათ. მათ შეუძლიათ ნებისმიერი ვინც უნდა ის დააფინანსო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ უნდა იყოს აუცილებლად გაცემული პასუხები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას. რამდენად ანგარიშვალდებული იქნება ეს დაფინანსება, ასე ვთქვათ, რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს დაფინანსება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ ნახა, რომ მსგავსი ტიპის დაფინანსება ხშირად გამოყენებული იყო საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკური რადიკალიზაციისთვის. Ყველას გვახსოვს წინა საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქვეყნების საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელების ვიზიტი, შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი, პირდაპირ მოწოდება კონკრეტული პარტიების მხარდაჭერის, პირდაპირ მოწოდება ქართული ოცნების წინააღმდეგ, როცა იგივე ილონ მასკის განცხადებაზე ამხელა რეაქცია მოყვა თავად გერმანიაში და თურმე ერთი განცხადება და ტვიტი ყოფილა ჩარევა უცხო ქვეყნის კონკრეტული სახელმწიფოს შიდა საქმეებში, წარმოვიდგინეთ რა მასშტაბის ჩარევაზე საუბრობთ ჩვენ, როცა რეზოლუციები, განცხადებები, ტვიტები, საერთაშორისო ვიზიტები, ახლაც იცით თქვენ რომ ამზადებენ და უნდათ გარკვეული პოლიტიკოსების ვიზიტი, იგივე მიხაილ რუთი არაერთხელ იყო საქართველოში და ახლაც მოსხვევსაც მოუწოდებს კონკრეტული ქმედებებისკენ თუ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლისკენ, აქციაზე დადგომისკენ, რა თქმა უნდა, ეს არის ის ჩარევები, რომელსაც ჩვენ ხედავთ.